სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათურთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან ისეთი არის, უფრო შეიძლება ცოტა ბავშვური, მაგრამ ყველა კითხვას აქვს უფლება რომ დასმული იქნას და როგორც ჩანს, ცოტათი გამოუცდელი ახალი ქრისტიანი სვავს ამ კითხვას. ასე რომ ნუ გაგვეცინება, იმიტომ ამას მოსდევს კიდე სხვა კითხვაც, რომელიც მე გავყავი. და ადამიანს აქვს უფლება, მეც მომისმენია ესეთი კითხვები, გულუბრყვილო კითხვები და მაინც ჯონ მაკარტური უთმობს მას დროს და რა თქმა უნდა პასუხობს კიდევაც. მოდით მოусმინოთ მას. გამარჯობა ჯონ, მე ახლახან ხელახლა დავიბადე და მყავს დედამთილი, რომელიც იეჰოვას მოწმეა. და ჯონი ცოტათი ჩაი იმას იზავს. კითხვა მაქვს. თუ ჩვენ ამის გამო დებატებიც ჰქონდა მასთან და იმ წინა დღეს ესე ვსაუბრობდით. თუ იესო ქრისტე ღმერთია, ასევე სულიწმინდა, ძე, მამა და სულიწმინდა სამი ერთში, ასე არ არის? დიახ, მართალია. ახლა თუ იესო ქრისტე ღმერთია და სულიწმინდა ერთია, მე კითხვა ესეთი მიჩნდება, როდესაც ის ჯვარს აცვეს და სამი დღე მკვდარი იყო. ვინ მართავდა სამყაროს ამ სამი დღის განმავლობაში? ვინ იყო პასუხისმგებელი? ჯონ მაკარტური უფრო შეიძლება იუმორითაც, მე მიხარია ძალიან რომ ეს იკითხეთ თქვენ. მე მას გაჩვენებთ. აიღეთ ფებილი თქვენი ბიბლია, ან დაურეკეთ თქვენ მეგობარს და ჩაიხედეთ 1 პეტრეს 3 მესამე თავის 18 მუხლი. ჩვენ ადრეც ვახსენეთ ეს ადგილი. ეს არის თუ გადაშლ რამდენიმე წიგნი ახალი აღთქმის ბოლოდან. ძალიან მალე მოდის ეს 1 პეტრეს. რამდენი ხანია თქვენ ქრისტიანი ხართ? უკვე 3 თვეა. 3 თვე ეს ძალიან მშვენიერია. აბა ჩაიხედეთ 1 პეტრეს მესამე დიახ ბატონო 18. რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ, მოკლული იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით. ესე იგი, როგორ იქნა მოკლული? ხორცით. ხედავთ? და კვლავ გაცოცხლა როგორ? სულით. ხედავთ? ესე იგი, ხორცი მკვდარი იყო და მისი სული კი რა? ცოცხალი. გასაგებია, ასე რომ იესო მოკვდა მხოლოდ ხორცით და სულით ის ცოცხალი იყო. მადლობთ ჯონ, გასაგებია.